ალბათონო ეკა მადლობა იმისთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში გითხარით, აი 30 დღე არ არის ბუნებრივია, ცოტა. როგორი არის გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა? გულწრფელგეუნებ ყველას გვიხარია ალბათ რომ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მესმის რომ ეს იყო შეგნებული მის გადაწყვეტილება, მაგრამ ზიანს აყენებდა მის ჯანმრთელობას და ბუნებრივია ძლიერი სჭირდება ის ყველას განსაკუთრებით ამ ბრძოლაში. როგორ გრძნობს თავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორი არის? ამით დავიწყოთ პირველ რიგში. პირველ რიგში მოგესალმებით. მივესალმები თქვენ საღამოს მაყურებელს და მე ზუსტად არ ვიცი როგორი განრიგია იქ ციხეში და ვიცი რომ TV პირველს უყურებს ყველა პოლიტპატიმარი და თუ მოკითხვას უყველას რა თქმა უნდა გიორგისაც მე არ ვიცი ახლა გვიანი დროა და მათი რეჟიმი შეიძლება თუ არა ტელევიზორის ყურება, მაგრამ მინდა მათ ყველას მივესალმო. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ დღეს მე რაღაცა უფრო გახარებული ვარ, ოპტიმისტურად უყურებ ყველაფერს, იმიტომ დღეს ჩემმა შვილმა შეწყვიტა 30 დღიანი შიმშილობა. პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვიეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რამდენიმე ექნება დრო, მაგრამ გიორგის თემაზე აუცილებლად ვილაპარაკებ და კიდე რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი თემებია, რომელიც მინდა რომ მოისმინოს საზოგადოებამ. პირველ რიგში ის რომ გიორგიმ შეწყვიტა შიმშილობა, ის არის იმ პოლიტპატიმრის დედების დამსახურება. თქვენ ალბათ საქმის კურსში ხართ. ყველა პოლიტპატიმარი დედა ერთად შეიკრიბა. ეს იყო 9-ში დილით, 9 აპრილს დილით და აი ზუსტად იმ 9 აპრილის მემორიალის წინ ჩაწერეს მიმართვა და მოუწოდეს გიორგის რომ შეეწყვიტა შიმშილობა და იქ იყო ერთი ისეთი კარგი ნიუანსი ქალბატონი მარიზი მიმართავდა და მან თქვა ზუსტად ის სიტყვები, რასაც მხოლოდ დედები ამბობენ. აი ეს ერთხელ გვითქვია და მეორედ აღარ გაგვამეორებინო, იმიტომ რომ ჩვენ იქ იმიტომ ვდგავართ და იმიტომ ვიცავთ აი ამ პოზიციას, რომ თქვენ დაგიცვათ ჯანმრთელები და თქვენ თუ მათ იშიმშილებთ, მაშინ ჩვენ აქ დგომას რა აზრი აქვს. და გიორგის განცხადებაში ალბათ ნახეთ, რომ პირველი ვისაც მადლობა გადაუხადა, ესენი არიან პოლიტპატიმრის დედები. გიორგიმ შეწყვიტა შიმშილობა 7 დღით, როგორც იცით და ამას გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თხოვს, ეს გააკეთა იმისთვის, რომ 17-ში ჩანიშნულ სასამართლოს ხდომაზე არ მისცეს კიდე სალაპარაკო ციხის და პროკურატურის ალიანს, რომ ის ვერ მოიყვანონ სასამართლოზე. ბევრი რამ აქვს სასამართლოზე სათქმელი და იმედი მაქვს, რომ მოიყვანენ და ის თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. კი ბატონო, აი თქვენ მშობლები ახსენეთ, ქალბატონო ეკა და აი ამ ნაწილსაც მინდა რომ შევეხოთ. ჩვენ ვნახეთ ხომ იქ დაპირისპირება იყო, პროსტორეთ სიტყვიერი შელაპარაკება ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის, მათ მხარდამჭერებს შორის, შემდეგ იყო პოლიტიკური განცხადებები, უფრო მეტიც აი მდინარაძემ მაგალითად საერთოდ ვინც რუსთაველზე იდგა 9 აპრილს ის ხალხი როდიონოვში ადარა და თურმე ეს ახალგაზრდები ყოფილან როდიონოვები. ძალიან კარგი კითხვა. მე რა თქმა უნდა ეხა როგორც დედა, როგორც მოშიმშილე პატიმრის დედა დღეს ვარ გახარებული, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ამბავიც მოხდა. ამას ცოტა მოგვიანებით და ეხა თქვენ კითხვას უპასუხებ. ჩემი ასეთი მიმართვა პირველ რიგში მინდოდა გამეკეთებინა ირაკლი კობახიძეზე, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე დღეს არის რუსეთის სახე საქართველოში. გამომდინარე იქიდან რაც ჩემ შვილს გაუკეთეს, მე ვფიქრობ ეს არის რუსული ვენდეტა. იმიტომ რომ გიორგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც დაადანაშაულა ისინი არა მარტო FSB-სთან და მსგავს სადაზვერვო რუსულ სამსახურებთან, არამედ კონკრეტულად დაიწყო უკვე ადამიანების მხილება. ეს არის რუსული ვენდეტა, პოლიტიკური ვენდეტა, რაც განხორციელდა ჩემ შვილზე. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არის ირაკლი კობახიძე, რომელმაც თავის 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებაში სიტყვა რუსეთის თქმაც კი ვეღარ შეძლო. ამას ახლა უკვე ბევრი ადამიანი ამბობს და არ მინდა რომ გავიმეორო. ერთი პრივატული თემა მინდა გავაჟღერო. თბილისი ძალიან პატარაა. და მე ძალიან კარგად ვიცნობ როგორ გითხათ იმ ადამიანს, ვინც მას პოლიტიკური
რუსული ლულკა თაუზდროზე დაურწია. თბილისი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. რაღაცა მინდოდა კობახიძეზე უფრო მეტი მეთქვა, მაგრამ ის რაც დღეს შალვა პაპუაშვილმა ჩაიდინა, ეს აღარაფერში აჩდება. შალვა პაპუაშვილმა დღეს თავის გამოსვლაში, ადრე თითქოს ცინიზმი ჰქონდა ხოლმე გამოსვლებში, მაგრამ დღეს წამოწითლებული, სახე დაკარგული, იძახდა რომ ევროკავშირი იგივე ტოლფასია საბჭოთა კავშირის. და იმ ადამიანებს და იმ დედებს, რომლებიც იქ უკვე 4 თვეა იბრძვიან, მე მათ გვიან შეუერთდი და 8-ში და 9-ში იქ ვიყავი, როდიონოვები გვიწოდა. ბატონო შალვა, შემომხედეთ. მე გიორგი ჩიკვაიძის დედა, ეკატერინე წერეთელი, ვგავარ როდიონოვს. ვგავარ რადიკალს. და მერე თქვენ ჩაიხედეთ სარკეში და თქვენ ქმედლებს გადახედეთ. ვინ არის თქვენ შორის რადიკალი და როდიონოვი? მე და ის მშობლები, რომელიც 4 თვეა იქ არიან, თუ თქვენი საერთო მოქმედებებით. მშობლებზე მინდა ვთქვა ორი სიტყვა, იმიტომ რომ ეს არ აღნიშნო, არაფრით არ შეიძლება. ეს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ თავიანთი ცხოვრებით, ჰქონდათ თავიანთი პატარა სიხარულები, თუ გაჭირვებაში, თუ სიხარულში, იყვნენ თავიანთ შვილებთან ერთად. მისი შვილები, იმიტომ რომ გამოვიდნენ და თქვენს რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, თქვენ შეუკერეთ საქმეები და ჩასვით ციხეში. ესეც არ აკმარეთ. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ გზად რომ მოვდიოდი, ერთ-ერთი მშობელი, ძალიან აქტიური მშობელი შემომეხმიანა და მითხრა რომ ქალბატონო ეკაო, იცით რაო, ჩვენ სახელებიცეც კი დაიწყეს ქილიკი და ბულინგიო. ეს იგი ახლა ამ ქალბატონების სახელებიც აღარ მოწონთ. სამწუხაროდ. ვინ ხართ ადამიანებო? ვინ ხართ? თქვენ თუ გონიათ რომ ცოტა უფრო ტრენდული ტანსაცმელი გაცვიათ და ცოტა უფრო მეტი ქვეყანა გაქვთ ნანახი, ვინმეზე რამეთი მეტი ხართ? ისიც იცოდეთ რომ თქვენზე უკეთესი ტრენდებიც აქვს ზოგს. უფრო მეტი ქვეყანაც აქვს და უკეთესი ცხოვრებაც აქვს ნანახი. ეს ადამიანები თქვენ გჯობიან, იმიტომ რომ მათ აქვთ ადამიანობა, მათ აქვთ ემპათია და მათ შეუძლიათ ადამიანების სიყვარული. მე ამ ადამიანებს არ ვიცნობდი. გავიცანი სულ ბოლო რამოდენიმე დღეა, იმიტომ რომ გიორგი უფრო მერე დააკავეს, ვიყავით ამ შიმშილობის რეჟიმს. მე ამ ადამიანებმა მიმიღეს, ესენი თქვენზე დიდებული ადამიანები არიან, მათ შეუძლიათ სიყვარული, გვერდში დგომა და ფული მათთვის არ არის მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანია პატრიოტიზმი, სიყვარული ქვეყნის თავის შვილებისთვის ბრძოლა. ერთ პატარა ნიუანს ვიტყვი კიდე. უკვე რაღაც ტრადიციად მეკცა, როდესაც რაიმე ჩაწერაზე მივდივარ, პატარა ვიდეოს ვდებ. იქ არის ლომი თავის ბოკვერს ეფერება. ჩვენ დღეს ყველა ლომები ვართ. ეს იცოდეთ. ჩვენ თქვენ არაფერს არ დაგითმობთ. პოლიტიკურ თემას მოვამთავრებ რეზიუმეს. თქვენ შალვა პაპუაშვილი, კობახიძე და ასე შემდეგ. და კობახიძეს კიდე ერთი მინდა უთხრა, რომ იმ ბიძინა ინვანიშვილს კიდე ვიღაცა გამправებელი ეყოლება, რაღაცა ან შიში ექნება მისი, ან რაღაც ქველმოქმედება და ასე შემდეგ. შენ ახალგაზრდა ადამიანმა ასე როგორ მოიქცია საქმე, რომ არავინ შენს გარშემო, შენ არ ამგონია ვინმეს უყვარდე. არც შიშიც არა აქვს შენ. რეზიუმე მათი, პოლიტიკური პიგმეები. თქვენზე დავამთავრე საუბარი. გადავალ თქვენის ნებართვით პატარა მაინც გიორგის თემაში ძალიან მოკლედ. რამდენიმე წუთს მოგწევთ თქვენ, დიახ. გიორგის თემაში მე როდესაც პარასკევს შევედი და ვნახე ის რაც არ უნდა მენახა, ვნახე ეც მიჯაჭვული ჩემი შვილი, მან კი შეწყვიტა შიმშილი, მაგრამ ის ფაქტიურად დაინვალიდებულია უკვე. მე ჯერ კიდე ბევრი რაღაცები არ ვიცი და თქვენ ხო არ გონიათ რომ რამე გეპატიოთ. ჯერ სათხართ. მაგრამ არსებობს სამყაროს სამართალი. არ მინდა გავმეორდე, მაგრამ ეს ასეა. ორი ძირითადი უწყება, რომელიც ერჩოდა გიორგის. ეს არის სუსი და ეს არის ფინანსური პოლიცია. არც ერთ ხელმძღვანელი დღეს აღარ ყავს, ისინი ორივე გადააყენეს. და დღეს მოხდა კიდე ერთი საინტერესო მნიშვნელობა. გენპროკურორი გაბიტაშვილი ბრიტანული სანქციებით ფინანსურად არის დასანქცირებული. აი გიორგი თუ მისმენ, სამყაროს სამართალი. ამ სამყაროს კიდე ყავს დასასჯელი ვიღაცები. ეს არის, არ მინდა ჯერ ვთქვა,
არა, პრინციპში რატო არ უნდა ვთქვა, გიორგის განცხადებაში არის. ქალბატონო მოსამართლე იზაკ ელენჯერიძე. შეასრულეთ პირნათლად თქვენი მოვალეობა. სამყარო სამართალი ყველა სასამართლებს. ეს მუქარა არ არის. და კიდე არის იქ გიორგის მომჩივანად ვინ წავს აჭარაში ცნობილი არაკაცი ელგუჯა თურმანიძე. ელგუჯას მინდა შეუთვალო ერთი ის. აჭარაში შენი მაქებარი არავინ არ არის, მაგრამ ერთი რამე იცოდე, ის ადამიანები, რომლებიც გიცინიან პირს უკან, ძალიან ბევრ რაღაცებს ამბობენ, ჩვენამდეც მოდის ეს ამბები, თუმცა ამჟამად შენ აღარავის არ აინტერესებს. მე მინდა მივმართო კიდევ ერთხელ გიორგის. გიორგი ყველაფერი კარგად იქნება, მადლობა რომ დაუჯერე ამ ადამიანებს. შენ მოძებნი შენ თავში ძალას, ჩვენ გავიმარჯვებთ და დასასჯელი კიდე ბევრი იქნება. და კიდე სულ ერთი წინადადება, ის უნდა ვთქვა. ჩემ ტელეფონზე შემოდის ძალიან ბევრი ზარი და მესენჯერში შემოვიდა ერთი ზარი, მე არ ვიცი ვინ არის ეს ქალბატონი, რომელმაც თქვა რომ არც თქვენ გიცნობთ, არც თქვენ შვილს ვიცნობ. ვარ წარმოშობით რაჭველიო, მაგრამ როგორც ჩანს ცხოვრობს სვანეთში. და მან თქვა რომ მე ყოველდღე გიორგისთვის ვანთებ სალოცავებში სანთელს. აი ეს არის ქალბატონი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიყვარული, თანადგომა და არა ის ვიღაც გაправებულები ბრენდულ ტანსაცმელში, პარლამენტში, დიდი ციცერონები. ასე არ არის ბატონებო. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ აუცილებლად დედები შევუერთდებით 14 aprilს. შევუერთდებით და ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ. სტუდენტების აქცია არის 14-ში. კიდე ამ მთავრობას ლიდერების ეშინია. თუმცა სულ იძახიან რომ აი სად არის ლიდერი, რომ დაიწყონ ადამიანების გაშავება. ამ მოძრაობას ლიდერი ყავს. ეს არის ქართველი ხალხი და აი ასეთ სამართლიან ჯგუფში, როდესაც ისინი იბრძვიან, აუცილებლად იბადებიან ლიდერები. ძალიან დიდი მადლობა.